მოგესალმებით, დიდი გადაცემა დაიწყო მეგობრებო და ბატონი გიაორსკი, ჩვენი მეგობარი, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების ლიდერი, შეიძლება ითქვას ვიცე-სპიკერი, არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ბატონი გია. სალაბარაკო თითქოს ბევრი გვაქვს, მაგრამ იმდენად მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი და ცდელობა ახსნისა იქით ხარეს დგომი ჩვენი უმცირესობის, მაგრამ მოქალაქეებისთვის, რომ მწვენია კიდეც, ხო? ნუ დავიწყოთ სოფლიოში მით რა ხდება, ჩვენ უყურებთ ტრამპის ტრიუმფალურ პროცესს Deep State-ისგან გათავისუფლების, ამერიკის იმ Deep State-ისგან, რომელიც თითქოს ჩვენ მოვიგონეთ, ოცნებამ და ჩვენ პროპაგანდისტებმა მოვიგონეთ, Deep State-ი არ არსებობს თურმე და ჩვენ ვაშინებთ ჩვენი მოგონილი Deep State-ით ქართველ ამომრჩევას, ხო? ამისგან თავისუფლდება, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ CIA-ის ხელმძღვანელს როგორ ნიშნავენ ამ პროცესს, ფებერის და ასე შემდეგ რა. აგერ თავდაცვის მინისტრი დანიშნეს ახლა იმ დებატებსაც უყურეთ და ნუ ხედავთ ამ ყველაფერს, ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთ და უყურებთ ტრამპს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს მონროს დოქტრინით იმოქმედოს და თავისი კონტინენტი, დიდი მეგა კონტინენტი შუა და სამხრეთ ამერიკა დაითრიოს. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ აღარ ზრუნავს იმაზე, გრენლანდია რატო უნდა და იმიტომ რომ უსაფრთხოებისთვის ესე ჯობია. მორჩა არც ხსნის ამერიკის უსაფრთხოებისთვის მინდა გრენლანდია. პუტინმა ფორმალურად მაინც ჩაატარა ყირიმში რაღაც რეფერენდუმი და ფეხებზე კიდია, მინდა, მჭირდება, მილიარდად მომყიდე. და ეჭუბება დანიის პრემიერ-მინისტრი. ხო, ამას ჩვენ უყურებთ. რა გავლენა, ყოველდღიური გავლენა აქვს ამას ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ერთი რაც შეიძლება რაც თვალსაჩინოა და რასაც ახლა უყურებთ ამ მიტინგებზე გამოჩნდა ამერიკული დროშები. აჰა. იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც არ ვიცი, განუმეორებელი სიტყვებით ლანძღავდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთოდ იმ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, მის პოლიტიკას და ასე შემდეგ. ვიღაცას დაავიწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილიც, რა თქმა უნდა, ესენი თუ ადრე ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილმა, ეხლა ხანს არჩევნების შემდეგ, 2 დღის შემდეგ თქვა, რომ კარგი შეკითხვა დაუსვა სხვათა შორის კორესპონდენტმა როიტერის და კითხა რომ ისეთი hard talk-ი რო არის და ბატონო კითხა რომ როგორ არის თქვენი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთი შემოიჭრა რუსეთის არჩევნებში და ამ ტექნიკური ამერიკული ტექნიკური უზრუნველყოფის დაძლევა შეძლო და შემოიჭრა ხო გააყალბა ეს ელექტრონული არჩევნები, იმიტომ რომ მათაც ეჭვებარებათ რომ პირველ ადგილზე გასული ქართული ოცნება 800 თუ 900,000 ხმით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებას და ყველა გაერთიანებებთან მიმართებაში აქ მეტი აღებული მიუხედავად იმისა რომ პროპორციული არჩევნები იყო. არც დაფიქრდა ისე უპასუხა რომ ჩვენო ეგო ვიცითო აღქმა გვაქვს ეგეთიო აგერო თქვენცო და თქვენზე არანაკლებ ძლიერმა ქვეყნებმაცო ვერ დაამტკიცესო. თორე როგორ არის ამერიკაშიო ხო იყო რუსული ჩარევა. ანუ რა მნიშვნელობა აქვს რა პერიოდში ეხლა ახალ არჩევნებზე ლაპარაკობს თუ ჩვენ ძველ არჩევნებზე მით უმეტეს ბაიდენი რა რუსებმა მოიყვანეს ან ტრამპი ესე იგი რუსებმა მოიყვანეს თქვენ ვერ ამტკიცებთო ანუ პირდაპირ ბრალი წაუყედა. აქ არის ლაპარაკი იმაზე დაფიქრდა არ დაფიქრდა მზად იყო ამ თემაზე მე ხა პიროვნულად სალომე ზურაბიშვილზე კი არა მაქვს ლაპარაკი. თვითონ აი ეს განცხადებაც კი ჩვენი პატარა საქართველოს პრობლემის გაიგივება ხდება ევროპულ რაღაცა ჩამოუყალიბებელ ჯერ დოქტრინასთან. არავინ არ იცის რა უნდა ევროპას, რას ერჩის საქართველოს, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინ არის და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ ბევრჯერ მithქვამს წევრებზე. ხო, იმის მოგიტანეთ კიდევაც ახალი მონაცემები, რეიტინგები რამდენად უკვე წინ არის წასული და მეორე ევროკავშირის ქვეყანას უსწრებს. ეკონომიკური მაჩვენებელს, როგორც კი ვიტყვით, რომ ეკონომიკური მაჩვენებელის ზრდა არის მნიშვნელოვანი, იმ წუთში აი ხალხს უჭირს და რატომ ტრაბახობთ მაჩვენებლით? ხალხს უჭირს ნაკლებად, ვიდრე უჭირდა, მაგათ დროზე ხო ლაპარაკი არ არის, შარშან
მაგრამ უკვე ეს ტენდენცია აჩვენებს იმას, რომ პრობლემების გადაწყვეტა გაცილებით უფრო სწრაფად დაიწყება იქ უმუშევრობის რაოდენობის შემცირება სტატისტიკა და ასეა თუ ისე ამოისუნთქა ქვეყანამ არ ემუქრება პრობლემა არის თუ არა რუსეთის ფაქტორი ის რაც უნდა გავითვალისწინოთ და შეუულია თუ არა რუსეთს მოგვაყენოს ისეთი ზარალი რომელიდანაც ვერ გამოძვრებით თუ არა უკრაინის რეალობას დავემსგავსებით ყოველდღიურ რეალობას სამწუხარო რეალობას გულის არ ვიცი გამგმირავ რეალობას აი ამ სიკვდილით და ამდენი სისხლით და ამდენი ნგრევა და თანაც უშველებელი ტერიტორია დაპყრობილი რუსეთის და რა ტერიტორია როგორი ბუნებრივი რესურსებით დიდარი ისეთი ბუნებრივი რესურსები როგორი ეკონომიკურად განვითარებული რომელიც ყოველს სულ დაინგრეს ეკონომიკა უკვე ბუნებრივი რესურსებია ისეთი რომელიც მას ხელს აძლევს რომ აწარმოოს თუნდაც იარაღი აქედან გამომდინარე ეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება ზოგიერთი განცხადებები რომელიც აქ-იქ კიდევ გვესმის და გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს ევროპისაც ხომ არ არის ჩდება რუსეთზე რომ დავამთავროთ რასაკვირველია საშიშროებაა თემა რომელიც ყოველდღიურობაში მოინათლა ისე რომ პრორუსულია ხელისუფლება რომელიც რუსეთისაგან აგრესიას უკეთებს პრევენციას ეს არის იმხელა სისულელე რომელიც შეიძლება მხოლოდ იმ ბავშვს შეაჭამო რომელიც გამოყვანილი ყავს გარეთ და არაფერი სხვა ინფორმაცია არ აქვს თუ არა ის რომ საქართველოს გაქანდა რუსეთის ორბიტაზე და პლუს ეუნები რომ რუსეთი სულს გაფავს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ნაძირლობაა ეს რუსეთიო სულს გაფავს მე ჩემი ყურით მოისმინე სხვადასხვა არხებზე სხვადასხვანაირად ამბობენ ხო რომ თურმე რუსეთის გაფავს სულს იცით რაც არ უნდა მოხდეს სულის გაფავი რუსეთი იქნება თუ გასწორებულ წელში რუსეთი ეს არის რუსეთი რომელსაც აქვს თავის გეგმა თავის ინტერესი და ამ ინტერესმა შეიძლება ისეთი პრობლემა შეუქმნას საქართველოს რომ ვერასოდეს ვერ ადგება ფეხზე ეხლა ვიღაცა სხვა აწყობს ეს პრობლემა რომელიც უნდა შეგვექმნას ნეტავის ალბათ იმ ადამიანებს ვისაც უნდა რომ უახლოეს მომავალში თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური დაპირისპირება განვითარდება რომელსაც ეხლა ვადევნებ თვალყურს ევროპულ სტრუქტურებთან რომ კონდეს ისეთი ადგილი სადაც მისი ხელისუფლების მეშვეობით მის მიერ არჩეული თუ დანიშნული თუ რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლების მიერ გააკონტროლებს ამ მეტად მნიშვნელოვან დერეფანს და ხელში ექნება რესურსი რითიც შეუძლია ილაპარაკოს ექნება და ეთქვის ერთი საქართველოს ჩემია და თუ გინდა აგერ მელაპარაკე ეს აქტივიც მაქვს ეს არის კოლექტიური ევროპა ერთი იარაღი კიდე ჩადებულია ხომარში ოღონდ ეს არის კოლექტიური ევროპა თუმცა ამაზე მინდა დაგისვათ შეკითხვა კოლექტიურ ევროპას უკვე ან თვითონ ეს სიტყვა ძალიან ხო და კოლექტიურ ევროპას ან ევროპას არ წარმოადგენს უკვე ევროკავშირი იმიტომ რომ რუბიო მაგალითად რა თქმა უნდა ტრამპის დავალებით არ ელაპარაკება ევროკავშირს და თუ დაელაპარაკება მხოლოდ პრეზიდენტებს ოღონდ ჯერ მასკის დახმარებით და ასე შემდეგ უახლოეს არჩევნებზე იჩალიჩებს რომ თავისი მომხრე მემარჯვენე ძალები გააძლიეროს და აი მერე უკვე ახალ ევროპაში როგორ მოიქცევა ვის დაელაპარაკება და ეს არ ამგონია რომ ევროკავშირი იყოს არამედ უკვე ახალი ლიდერები აი მერე უნდა შეიძლება ევროკავშირიც იყოს მაგრამ სხვა ხასიათის ყოველ შემთხვევაში ეხლა მედის ძალიან მტკივნეული პროცესი აი ფასების თემა, ეკონომიკის თემა, იქ რუსეთთან ურთიერთობის თემა უკვე ღიად დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთის ენერგორესურსი უნდა იყოს ევროპაში, რომ როგორმე გადარჩეს იმისაგან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგორესურსი არ იყოს ევროპა მთლიანად დამოკიდებული. მოკლედ, ჩვენ აი ამ ხელა გლობალურ საკითხებს პატარა ნამცეცი განვიხილეთ. დავანებოთ თავი იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა დაპირისპირებულია, რომ მექსიკა ახალ რკინიგზას აშენებს, რომელიც პანამის არხის მოალტერნატივო იქნება, რომ სახმელეთო გზები, უშველებელი რესურსები, რომელიც მობილიზებულია ყველას მიერ, რომ აეხლა დაიწყება ამ დიდი ომი,
ან სამშვიდობო მოლაპარაკებები, სადაც იქნება პარიტეტები გათვალისწინებული. და ჩამოვიდეთ უცებ ლესელიძის აღმართზე. ეხლა რაც ხდება, ლესელიძის აღმართზე რა იყო, ელბაკიძის აღმართზე, რაც ხდება, 200 კაცია, ვთქვათ, ახალგაზრდები მე არავითარი 500 იყოს რა პრობლემაა 500 1000 იყოს და გადაკეტილი აქვთ იმ იდეით რომ საქართველოს მიექანება თურმე რუსეთის ორბიტაზე და აი ეს ადამიანები არც ერთი სკოლის მოწაფეებიც არიან მათ შორის არც ერთი არ ითვალისწინებს საფრთხეებს რომელიც აი ამ პერიოდში შეიძლება საქართველოს შეექმნას და არ ითვალისწინებს იმას რომ ზოგიერთი ადამიანი აი ხლა რაც უნდა ჩვენ დიდი პროექტები და დიდი გეგმები და დიდი გლობალური ძროები და პროცესები განვიხილოთ ვიღაც ადამიანებს პატარა მერკანტილური სურვილიც აქვს რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ აი მაგალითად ვინა ვიყოთ ფოკუჩავა ელისაშვილი ვთქვათ იგივე ხოშტარია ხაზარაძე მელია ზურაბ ჯაფარიძე აი ამ შემადგენლობიდან ვინმე სერიოზულად არ დაელაპარაკება აი ამ თავის წინა რიგში ვინც აყავთ ესენი ჩაყენებული და არავინ არ თქვას რომ იქ ნაცმოძრაობა ჩვენთან არაფერ შუაში არ არის წინ ყავთ ჩაყენებული ეს პარტიული ახალგაზრდები არიან წინ ეგ ვიცით პარტიული ახალგაზრდები მაგრამ და არიან კიდევ რა თქმა უნდა არაპარტიულებიც რომლებსაც გულსვათ რაღაცა გჯერავთ რაღაცა გონიათ მაგრამ არა რატო პარტიულები არიან პარტიული ახალგაზრდები და არის კიდე ადამიანები ვისაც გონია ჯერათ რომ არჩევნები მართლა გაყალბდა და შეიძლება რომ 300,000 თუ 400,000 ხმა ისე მოიპარო რომ ელექტრონული ეს მოწყობილობა იქნეს გამოყენებული FSB-ს მიერ. ესე ჯერა ვიღაცას. ეხლა ნახეთ ტრაგიზმი რა შემდგომარეობს ჩვენი ქვეყნისათვის. რომ ასეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს. რომ ამათ ეხლა ერთი იდეა აქვს რომ როგორმე ტრამპის ადმინისტრაციას, როგორმე აი ამ ვილსონის მეშვეობით თუ სხვა ძალებით, როგორმე რაღაც თავი მოუქონონ თუ როგორმე მოატყუონ, რომ ესენი არიან მათი მხარდამჭერები და ჩვენ ვართ რაღაცა რუსეთის, ირანის და ვენესუელას მოკავშირეები. აი ესეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს და სადღაც საქართველოში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ვინც ფიქრობს როგორმე ეკონომიკური ზარალი მიაყენოს ჩვენ ქვეყანას, რომ იქნებ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიოს ამით და ვიღაცა მელიები და ასე შემდეგ გლები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში ხა მელიების გვარს რასაკურველია მე არათუ შეურაცხყოფას ვაყენებ ბევრი არსებობს ღირსეული ადამიანი ხლა მე ნიკანორ მელიაზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი აი ამ სიტუაციაში რა უნდა ვქნათ როგორ უნდა დაუკავშირდეთ მივაწოდოთ ხმა თუნდაც იმ ახალგაზრდებს თუ ხანში შესულ ადამიანებს რომლებსაც საერთოდ ჩაუკეტეს საინფორმაციო სივრცე. იმაზე ლაპარაკი არ არის, რომ პოზიტივის არ უყურებენ და იმ გოგონას თქვენ კორესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებენ, იმიტომ რომ დატოვოს. არა მარტო მას. ხა აქ მოვიყვანე ვინაიდან ამ სტუდიაში ვარ. რომ დატოვოს ტერიტორია და არ გადაიღოს რეალობა იქ რაც პროცესები მიმდინარეობს. აი ამ ვითარებაში იქნებ საზოგადოებრივ მაუწყებელში შეაქცია. აი ეს რაღა არის. ანუ თავიანთი არხები აქვს, იძახიან ტირანია არისო და სამი არხი აქვს თავიანთი, რომელიც თელს საქართველოს მაუწყებლობს. ხა ეს იგივეა. დაждებიან საღამოს და რო აჩვენებენ სხვადასხვა ტელევიზიებში, ხო აჩვენებენ. კი. აჩვენებენ ვიღაცები, როგორც ხედან, როგორ ლაპარაკობენ და იგონებენ რაღაც თემებს რომელიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო ზარალის და ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისათვის. დარწმუნებულია. აი ეს არის რეალობა და რაც პასეში მოხდა რა, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება. ხო, დავიწყოთ იქიდან რომ უფრო და უფრო კარიკატურული ხდება რიგი ევროპული სტრუქტურების ქმედებანი. ოღონდ საქართველოსთან მიმართებაში კი არა. ევროსკეპტიკოსი ქვეყნები არსებობს, კაცო, არსებობს ფიცო არის, რომელმაც ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ ქართველი მებრძოლების ჩართულნი არიან ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებში. ფოტოებიც გამოქვეყნდა. კი ბატონო,
არის აგერ ორბანი და ფიცო კეტავენ ყველანაირ სანქციებს, ევროკავშირის სანქციებს და ამაშიც დიდ მადლობას უხდით მათ და მართლა ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები არიან. ამ ქვეყნებთან მიმართებაშიც არის აბსოლუტური წვილმანებშიც კი ჩანს დამოკიდებულება. იტალია საგარეო საქმეთა მინისტრს. იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩამოვიდა მარალარგოდან, ეს ინაუგურაციამდე იყო და კითხვა დაუსვეს და უცებ მასკზე და სოროსს რომ მიაკუკა, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ვთქვათ, დიპლომატიურად შეიძლება ასე ვთქვათ, ხო, პირდაპირ ვთქვათ, მიაკუკა მასკვა და არანაკლები თქვა მაშინ მელონმა ამ ქალმა. სოროსი არის ბოროტება. ანუ ნელ-ნელა იკვეთება ახ გლობალისტების საწინააღმდეგო ბანაკი. ავსტრიაში შენხან ჩემი ბატონი რა ხდება, ხო, ვერ მოილაპარაკეს იქ. ლიბერალებმა ხორვატიაში და კი ბატონო, იმათთან მიმართებაში რაც ხდება, როგორ ესხმიან თავს ამ ლიდერებს, როგორ აქილიკებენ. პოლონეთსა და უნგრეთს შორის ლამის ომი მიმდინარეობს, უკვე იცით რომ პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი გამოექცა პოლონეთის მართლმსაჯულებას და უნგრეთმა შეიფარა. პრობლემები იქ არის თუ არა და ვერ აგვარებს ამას ეს თავი არის ეკონომიკა მათთვის, რომელიც დაგვარებს? არა თუ აგვარებს, არამედ უარესობისკენ მიდის სიტუაცია. ხო, ის მინდოდა. ეხლა ამ ვითარებაში წარმოიდგინეთ სამხრეთ კავკასია, რომელიც არის პრაქტიკულად გასაღები აი ამ ურთიერთობების სახმელეთო მიმოსვლის, რომელიც ალტერნატივა არის საზღვაო მიმოსვლის. საზღვაო მიმოსვლას თუ აკონტროლებს რაღაც გარკვეული რესურსი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ ყველა ევროპული ქვეყნები, აქ ჩინეთს უნდა რომ განავითაროს სახმელეთო ტრანზიტი. ეხლა ჩვენ პატარა ქვეყანა ველოდებით და ამის ვალდებულება გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე. თქვენ წინაშე აგერ ვინც ხედავთ თქვენთან სტუდიაში, ყველას წინაშე ვალდებულება გაქვს რომ იმ ვითარებამდე, როცა ეს პარიტეტული რაღაც თემებზე მოლაპარაკება არ დაიწყება, როგორმე სტაბილურობა შევენარჩუნოთ. ამ ვითარებაში არსებობს თუ არა deep state, ითის ლაპარაკი დაიწყეთ, რომელსაც უნდა რომ აი ამ მნიშვნელოვან ადგილას ყავდეს ის ხელისუფლება, გავიმეორეთ რა დიდი ბოდიში რომ ხშირად ვამბობ ამას, ცალფეხზე ვინც იდგება და პლუს ყური ვისაც ექნება მოჭრილი, კიდე ყურმოჭრილი მონის თემა გავიხსენე. ხო, აი არის თუ არა ეს რეალობა და შეიძლება თუ არა ასეთ სცენარს აქვს თუ არა არსებობის უფლება და საფუძველი. ამაზე როგორც იმ უბადრუკი რო არის ის ფერიკა, ის უკრაინელი დეპუტატი რო წამოხდა რომ არავის არ უნდა საქართველოში ცოტა ხნის წინ აბსოლუტურად სხვა რაღაცას ამბობდა. 2 წლის წინ პირდაპირ ამბობდა გაისეინეთ ჩვენერი ამინდიაო და გაისეინეთ. ნუ ისიც როგორ იცი ვიღაცას აფხაზეთში გაისეინეთ. ხო რაღაც მომყოლი რო არის, ხო იცი არაფერს რო არ წარმოადგენს და რო გიწონიდნენ ხოლმე ადრე და რაღაც პატარა ნაწილს რო დააგდებდნენ. დავიესკა მაგას პია რუსულად. ხო რაღაცა გრამაჟში რო მოხდა აი ეგეთი იყო სულ ეგ პრიკუპი რა. ეხლა ეს პიროვნება წარმოიდგინეთ რომ არის წამყვანი ვინც ზის თინა ბოკუჩავასთან ერთად და იმ ჭიაბერაშვილთან ერთად და აკეთებენ რეზოლუციას რომელმაც საქართველოს უნდა დაანგრიოს. თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ეგ სიტყვა არ მიყვარს, ღალატიც არ არის, რაღაც რამხელა სიმდაბლეა აი ამ ყველაფერში და რამხელა როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რომ აღიარებინა თავი აღიარეს რა დელეგაცია არსებობს საქართველოსვე დაავალეს მაგრამ ისეთი რამე დაავალეს ხელისუფლებას რომელიც ქვეყანას დაანგრევს თავი დავანებოთ რომ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ არის არაფერ შუაში არ არის თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა პროცესი როდესაც უცხოელი შემოდის ჩდება მართვაში საარჩევნო პროცესების და ატარებს რიგგარეში არჩევნებს, მაგრამ ატარებს მას მერე, რაც გაიწმინდება პოლიტიკური ველი კონკრეტული ზღაპარსყვები, მაგრამ ამ ზღაპრის გმირები არიან ესენი.
ყველანი. ჩვენ უნდა სახში დავიდეთ ყველა. ჩვენ უნდა ხელები ჩამოუშვათ, ვიღაცას გადავცეთ მართლა. გავხუროთ ჩვენ ტელევიზიები. ხო, ეს უნდა ხელები ჩამოუშვათ, საერთოდ პოლიცია დაიშალოს. ხო, ცენტრალური საარჩევნო ოლქები ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი და ამან უნდა მართოს სიტუაცია. ნუ გასაგებია რაც უნდა. ჭიჭე ვაშაძემ უკაცრავად რა მე რაღაც არ ვამბობ ხოლმე მაგ სიტყვას გიორგი ვაშაძემ მართოს სიტუაცია და მიიყვანოს იმ არჩევნებამდე რომელიც გამოავლენს რომ გაიმარჯვა ანა ნაცვლიშვილმა აი ეს არის ის სურათი. ეხლა ამ სურათთან აი ამ სურათს ითვალისწინებენ თუ არა ადამიანები, ვინც ყოველდღე დიდი პათოსით თეატრალური სცენებიდან ვიღაც ცნობილი რეჟისორი თუ უცნობი რეჟისორი, ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალური საუბრის პრეტენზიით, ჩაცმულობით, რომ გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანა მიექანება რუსეთისაკენ და თუ კი აი ამ ვითარებაში ვიღაცამ გაარტყა პოლიციელს ხელი, ეს ეგრე უნდა იყოს. მეც ძალიან არ მსიამოვნებს, მithometes ხალი იმის უკან გისოსებს მიღმა. არ მსიამოვნებს, მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ ხო ეს მარტო ხელის გარტყმაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი რომ ახალგაზრდებს დაანახონ რომ ხელის გარტყმა პოლიციელისთვის და განუკითხაობის შექმნა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავი აი ეხლა სწორედ ეს დროა რომ უნდა გავაკეთოთ. აი მომბაძეთ თემა. ეს უნდა გავაკეთოთ. მომბაძეთ არის ხო? აქ თუ არა საასკითხულობთ სახელმძღვანელოებში, აკერმანის სახელმძღვანელოში რას ასწავლიან ბავშვებს. და რა წერია შესავალში, ხო მე ზეპირად რო გითხრათ რომ ციტირებას ვაკეთებ, ვერ გეტყვით, მაგრამ აგებული მთელი ეს იდეა იმაზეა, რომ ახალგაზრდა სტუდენტს აქ ემოცია, აქ გარკვეული რომანტიზმი აი ამ პროცესების მიმართ, რევოლუცია რასაც ქვია, და ეს არ არის საქართველოსთვის დამახასიათებელი მხოლოდ. არა, აი მსოფლიო ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და მათი ენერგიის გამოყენება მithometes ვიღაცას იქ სკოლაში გაკვეთილზე არ უნდა შესვლა. რაღაც მნიშვნელოვანში მონაწილეობს. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, რომ რა ვერ გათვალეს. საჭმელში ჩაფურთხება, დედის გინება, პატრიარქის გინება. ეს რა თქმა უნდა იმათ არიციან და ამათაც როგორც ბრძანებების გამცემებმა და ინსტრუქციების დამწერებმა ისე შემსრულებლებმაც და გადააჭარბეს, გადავიდნენ იქ რასაც მოყვა მასების საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქეების ძირითადი მასის უდიდესი უკმაყოფილება რბილად რომ ვთქვა. აი ეს ვერ გათვალეს. ანუ კითხვა მეჩნდება, ბატონო შალვა, არის თუ არა ეს გაუთვლელი ნაბეჯი? იქნებ ეს არის სწორედ ის ნაბეჯი, როდესაც ჩვენ აკეთებ კონცენტრაციას იმ ძალების, რომლებიც არიან მოწოდებული იმისაკენ, რომ აგრესიული მოქმედებები ჩაიდინონ და შენგან არა შენ გამიჯნო, არამედ თვითონ გაგემიჯნონ შენ მაშინ კითხვა დაქტონ მიღმა ეკლესიასთან ერთად მაშინ კითხვა რა შედის ეგრეთ წოდებული რევოლუციონერების გეგმაში დამკვეთთა გეგმაშიც რა თქმა უნდა აგრესიული უცირესობის შექმნა ხო თუ მომხრობა მასების აგრესიული უცირესობის შექმნა რომ იქამდე მიყავს რომ უკან დასახევი გზა არ აქვს ანუ ისეთ რაღაცებს აკეთებინებენ რომ საერთოდ აღარ აქვს უკან დასახევი გზა თუ ისეთი ქმედება რაც მოსახლეობის უმრავლესობის თანადგომას გამოიწვევს აი რომელია თეორიაში რო არ გადავიდეთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით კი ბატონო ხაზარაძე რომელიც ამათთან შედარებით უფრო ჭკვიანია და იცის სიტუაცია მეტი ესმის მეტი უნახავს გამოცდილებებია როგორ იყენებს ერთია მაგრამ რომ დაინახეს რომ ეს არ ხდება არათუ მასების მომხრობა ხდება, გაღიზიანება ხდება იმ ადამიანების, ვინც ბიზნესში არიან დასაქმებული. იმ ბიზნესებიც თუნდაც, რომელიც ამ სექტის წევრები არ არიან. დაინახა, რომ ადამიანებმა შეიძლება იმხელა ზიზღი შექმნან, რომ შედეგსაც რომ მიაღწიონ, მისთვის იყოს ეს დამღუპველი ცხოვრების მანძილზე, ცხოვრებას უძღვნის.
ეხლა იმ ბიზნესმენებზე აღავლაპარაკობ, რომ უნამუსოდ შეექმნათ სიტუაცია, რომ განვითარების საშუალება მიეცათ და დღეს საბოტაჟი უნდათ აი ამ პატარა ქვეყანას გამოუცხადონ. ეგ ერთი თემაა. კი ბატონო. მაგრამ მეორე თემა წარმოიდგინეთ, რომ განცხადებას აკეთებს, რომ ბიზნესის დაზიანება და დასანქცირებაო საქართველოსთვის იქნება ცუდი. ამბობს, რომ იქ დასაქმებული ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას შექმნის, იმიტომ რომ თუ მაგალითად გაფიცვას აკეთებ, გაფიცვა რა არის? ხელფასი არ უნდა მიიღო. რა თქმა უნდა. იქ სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილმა ფული გადაიხადა და სახელმწიფომ თეატრი გაგირემონტა და შენ ამ თეატრის თეატრი გაგირემონტა ბიძინამ და შენ ხო იმ სცენიდან ლაპარაკობ, ეს არ არის საბოტაჟი. ეს საბოტაჟია და არა თქვათ გაფიცვა და რაღაცის პროტესტი გამოსვლა. მე არ ვამბობ ეს იდეალური სურათს, იქ ნიუანსებია ბევრი, ახლა ვეღარ ჩავარ. და რას ფიქრობ, ანუ რა არის გეგმა? გეგმა მე როგორც ერთია თუ მეორე? არა, გეგმა არის მავნებლობის იმ ხარისხის მიღწევა, რომელშიც თქვენ აი რაც დაიწყე და რაც თქვი, რომ კი, მაგრამ ბევრმა ხალხმა ეს განაგდოდა, იმიტომ გვაქვს 1,100,000 ხმა. ეგ შემდგარია. უშუალო პროცესზე გელაპარაკები. უშუალო, ეგ შემდგარია. მომხრობა არის, მასების მომხრობა არის. პროცესი, ეგ ყველამ ხო არ იცის. მასების მომხრობა კი არ არის, კონსოლიდაცია. თავიანთი ძალების, რომლებმაც რევოლუცია უნდა მოახდინონ ამ ქვეყანაში. მასები თუ არ გამოვა რევოლუციას ვერ ახდენენ და გამოაცხადეს, რომ უნდა იყოს გადაკეტილი მაგისტრალური გზები. ნუ აი ამაზე რა დაემართებათ ახლა. ქვეყანა გაჩერდეს, სერბეთში რაც მოხდა. ხო, მაგრამ საქართველოს ამარაგებს 3 ქვეყანას, მინიმუმ 3-4-ს. მერე რაც უფრო ცუდად იქნება. ნუ არ გამოვა, არ შეიძლება ეს. ეს არის როგორი საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომ ეგ აღიკვეთება. რა კარგი სიტყვა, ეს არის კი, ტერორიზმი, რომელიც რა თქმა უნდა, საქართველოს დაბლოკვა ნიშნავს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის ძალიან ბევრი ქვეყნის დაბლოკვას. უნდა წინ ტელეეკრანებთან დგანან ადამიანები, ვინც საუბრობენ რაღაცა გარკვეულ რუსულ თემებზე, რაღაც ჰაერიდან მოტანილ რაღაცა იმედებზე, რომელიც თუნდაც ევროსტრუქტურებიდან გააჩნიათ და არის მეორე რესურს ქმნიან აგრესიული ძალების, რომლებმაც პარლამენტის დაწვა მოინდომეს. მაგრამ რომ ვერ განახორციელეს, გამოდის მაკენის ინსტიტუტი ეს მანიფესტაციას ახდენს შეთქმულებისას საქართველოს წინააღმდეგ, რა ეწერა იმ გეგმაში და ამბობს, რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, ჯერ არავინ სიცოცხლე, არავის სიცოცხლე ხო, წუხარებით ესე კითხვა სინანულით, ხო. ესე კითხვა, რომ ისე მინდისო სიტუაცია, რომ ვინმე აუცილებლად მოხდება. ხო, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ არაო, ეგრე გამოვიდა. გამჟღავნა თავისი გეგმის შეუსრულებლობა, რაც უნდა მოყოლოდა პიროტექნიკის გამოყენებას, პოლიციელზე შეტევას. ვინაიდან საპასუხო შეტევა, ისევე როგორც გერმანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში 5 კაცი დაიღუპა. რა თქმა უნდა, პიროტექნიკის თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთში 11. ასეულობით ადამიანი არის ძიმედ დაშავებული. და ეს არ მომხდარა არაფერი. და კადრები ვნახეთ ეხლა ხანს, როგორ ეჯახებიან მანქანით მუსულმანი ტერორისტები. არა. მუსულმანი ტერორისტები გერმანიაში, რომელსაც არა, ეგ სხვა არის. თვითონ პოლიციელები დაშლის. პოლიციელი დაშლის. 3 წლის წინანდელი კადრებია. კი, მართალია, ნახეთ. ძაღლებს რო უსევენ და ცხენებით რომ მიდიან. კი. მაგრამ ის რატომ მიდის? ახლა შენ შეგიძლია მე არ მომწონს. მაგრამ მე არა ვარ ეთყობა მზად იმისთვის, რომ ეს რკინის ხელით მართო ეს ქვეყანა. მაგრამ ის უყურებს, რომ თავის ქვეყანას, იგივე ჰოლანდიას, ემუქრება სერიოზული საფრთხე, განსაცდელი, რეალური და მოქმედებს ყველა ძალით. ისევე როგორც ამერიკის შეერთებული გერმანიაში მოხდა სენსაციური რამ, მიიღეს ანტისაიმიგრაციო კანონი და მიიღეს 2 პარტიის შეწყლით. 2 პარტიის შეიძლება დროებითი, მაგრამ მაინც ძალიან ერთ-ერთი არის პარტია მე-4 ადგილზე ერთ-ერთი ესეთი პარტია არის AfD, რომელიც არის მათ მიერ მონათლული ფაშისტურად და რომელზეც ჩალიჩობენ რომ გააუქმონ. აი ესეთი რაღაცები ხდება. წაღებული აქვს გერმანიას აი ამ ისლამურ ტერორიზმს. წაღებული აქვს გერმანიას. ყოველ დღე ხდება რაღაცა პრობლემები. საფრანგეთმა
გამოაცხადა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ მზადა ვართ სამხედრო ძალით დაუპირისპირდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში. უკრაინაში ხო კარგად შეეხება არქტიკას. არქტიკა შეიძლება სწორედ ის ადგილი გახდეს, სადაც მოხდება ან დიდი შეთანხმება, ხო, ან ომი. ან სერიოზული დაპირისპირება. გრენლანდიის თემა ახალი არ არის. ეგ ძველი თემაა, როდესაც გრენლანდიის ცალკე სახელმწიფოდ აღიარება იყო გეგმაში, რომ ცალკე შესულიყო ნატოს წევრად, რათა კოლექტიური დახმარების პუნქტს ემოქმედა გრენლანდიის მიმართ, თუ კი რუსეთი მოინდომებდა მის ოკუპაციას. მაგრამ ჩინეთი, ჩვენ დაძლიერდება. ჩინეთი და რუსეთი ამ შემთხვევაში, მაგრამ იკვეთება რა? იკვეთება, რომ კანადაც ამ ხრივ გარკვეულწილად ჩინეთთან ურთიერთობაში არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, ტრამპი რო გამოდის და ამბობს, რომ კანადას რო ახსენებს ასე თუ ისე. ჩინეთს გულისხმობს იმას, რომ შეიძლება განვითარდეს პროცესი, როდესაც კანადა იქნება პარტნიორი, რომელიც დაუპირისპირდება ამერიკულ ინტერესს. და ჩვენ ვიცით, რომ კანადაში ძალიან ბევრი ჩინური ბიზნესია, ჩინური წარმოებაა. და ამაზე ნერვიულობს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ამერიკის პრეზიდენტი ინერვიულებდა ამაზე. უღმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით და ვისაუბრეთ, ჩვენ არაერთხელ კიდევ შევხვდებით. მეგონი ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო. რეკლამის შემდეგ ჩვენ ქალბატონი იკასეფაშვილი გვესტუმრება, რეკლამა მალე გაივლის. ბატონი ირაკლი გოგავაა ჩვენი გაცემის სტუმარი, მოგესალმები, ჩვენ საუბრობთ ამერიკაზე, დავიწყოთ საუბარი. ამერიკაში არის რევოლუცია, შეიძლება ასე ითქვას. პერესტროიკა აღარ არის, რევოლუცია არის, რასაც მე უსმენ თავდაცვის მინისტრის საუბრებს სენატში, FBI-ის ხელმძღვანელის საუბრებს, ქალი რო არის ის უშიშროების მინისტრი კიდე პოზიციად დამავიწყდა საუბრებს. ხო, კი ბატონო რუბიოსაც უსმენ რადიკალურად შეცვლილი არის დღის წესრიგი ამერიკაში. პირველ რიგში ეს არის მონროს დოქტრინა, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუნდეს, ანუ საკუთარ სივრცეში უნდა მოწესრიგება, იცით რომ საშინელი ტრაგედია მოხდა, ჩამოვარდა თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი დაეჯახა და ესეც ქაოსის ბრალიაო, როგორც ტრამპმა აღნიშნა, რომელიც აი ამ უსაფრთხოების სფეროში ბაიდენმა მოიტანაო და აქაც წესრიგი აქვს რეალურად დასამყარებელი. აგერ ჰოლივუდის გადაწვაც რამდენს ნიშნავს და ასე შემდეგ, ხო? იქ აქვს ჯერ მოსაგვარებელი, ოკეანე არისო, შუაშიო, ტრამპი ამბობს, იცითო ევროპას ასე ვთქვიო, ბოლო-ბოლო ეს არისო და არ ელაპარაკება, იგნორირებას ახდენს რუბიო, რა თქმა უნდა, ტრამპის ბრძანებით ევროსტრუქტურებისა და როცა დრო მოვა, როცა იქ შეცვლის ელიტებს, ალბათ ამაგის იმედი აქვს, დაელაპარაკება ცალკეულ ქვეყნებს. ეს ანალიზი არის თუ არა სწორი? აბსოლუტურად. მოგესალმები, შალვა, მიესალმები მაყურებელს. მართლაც ეგრეა, ტრენდი ეგეთია, რევოლუცია მოხდა ამერიკაში ამ ფორმით რო არ მომხდარიყო, მოხდებოდა ძალისმიერი ფორმით აუცილებლად. ეს ბრძოლა არის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ერთ-ერთი ფაზა და ეტაპი, რომელიც მიმდინარეობს ეგრე 500-600 წელია უკვე, ხო? და კარგი რაც იყო, რომ პრესმდივანი თეთრ სახლში ხო, რომ გამოვიდა ტრამპის ახალი პრესმდივანი, დიდი ჯვარი რომ 27 წლის გოგონა ნიუ-ჰემპშირის რომელიღაც პატარა ქალაქის კვიდრი სპეციალურად შევისწავლე. დამთავრებული აქვს სააბატოს, რომელიღაცა სააბატოს კოლეჯი. ანუ თავიდან ბოლომდე კათოლიკური განათლებით და რწმენის ქალია. და ეს რა არის ახლა ეს სიმბოლიზმია, ხო ვიცით ვინც იყო? რა თქმა უნდა, სიმბოლიზმი პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ ეკლესიასთან ბრძოლა ამერიკაში შეწყდება, ფედერალურ დონეზე ყოველ შემთხვევაში ხელშეწყობა არ ექნება და მიდის ეხლა გაპრესვა ლიბერალების, ნეოლიბერალების თუ გლობალისტების და მთელი ამ კამარილის, ხო? მაგრამ ტრამპს აქვს ეხლა ესე ოქროს რამდენიმე თვე. კი ბატონო. იმუნიტეტი. 100 დღე. ალბათ 100 დღე, როდესაც უნდა მოასწროს, ესე იგი ფრანგულად ვიტყვი, პალაჟენის მოყვანა.
შემდეგ უკვე ხელისუფლებას ესეთი კანონზომიერება ახასიათებს, რომ რაღაცა ხდება, კატასტროფა შეცდომა იქ მატარებელი ჩამოვარდა, ხიდი ჩამოინგრა რაღაცა და მე შენ გაბრალებს ყველა და ანუ ეს იმუნიტეტი გაქვს რაღაც პერიოდი, აქ უნდა მოასწროს ყველაფერი და როგორც ხედავთ, ნუ ტემპში მუშაობს, ტემპი ფანტასტიკურია, პირველივე დღეს ათეულობით 40 არ მინახავს ეგეთი არც ერთი ადმინისტრაციის. უპრეცედენტო და ტრამპს ერთი მახასიათებელი აქვს, ხო, თითქოს ბევრს ლაპარაკობს რაღაცებს იძახის, მაგრამ რასაც ლაპარაკობს, მე ცდილობს რომ ყველაფერი გააკეთოს. პირველ ვადაში ასე იყო და ეხლაც ასე. ამიტომ ტრამპის სიტყვებს აუცილებლად ყურადღებით უნდა მოусმინოთ. რასაც ამბობს, აუცილებლად რაღაც ეტაპზე ის კეთდება. ან ცდილობაა რომ გაკეთდეს. ეხლა ტრამპი რას იზამს? პირველი მაგას აქვს ორ ნაწილად გასაყოფი ეს თავისი მოღვაწეობა. პირველი ეს არის ამერიკაში წესრიგის დამყარება, გაწმენდა ნეოლიბერალებისგან, განათლების სისტემის, ფედერალური სტრუქტურების, ვაშინგტონის ჭაობის დაშრობა და ასე შემდეგ. მეორე ფრონტი ეს არის ევროპა. რომელიც არ არის პრიორიტეტული ჩემი აზრით. ევროპა მისთვის არის მოწინააღმდეგე. კი ბატონო. ამიტომაც პირველი ვისაც დაარტყა ეს იყო კანადა, ეს იყო დანია, ესე იგი, დიდი ბრიტანეთის სატელიტებს დაარტყა, მოდი ასე ვთქვათ, თანამეგობრობის წევრი არის. კანადა და დანიაც ნორდიკული ალიანსი, ეს ბრიტანეთის კოლგის ქვეშ იმყოფება, ხო? დაარტყეს, მიუგზავნა თუ მიუგსია ელონ მასკი შოლცს, გერმანელებს, აპიარებს იქ ალტერნატივა გერმანიისთვის. ზეიმური ყავდა დაპატიჟებული კონსერვატორი ფრანგი საფრანგეთში. იტალიას დაუზმაკაცდა. ჯორჯია მელონი, ხო, და მოკლედ აძლიერებს კონსერვატულ ფლანგს. ეხლა უძლიერესი გამოსვლა ჰქონდა მაგის ერთთანამე იახნეს ხავიერ მილეის, არგენტინის პრეზიდენტს. დავოსის ფორუმზე გამანადგურებელი სიტყვით გამოვიდა, ყველას ურჩევ რომ ეს მოისმინონ ეს სიტყვა დავოსის ფორუმზე 21-ში თუ არ ვსწრები მილეის გამოსვლა. ხო, ნუ გადაუარა ამ ლიბერალებს, გლობალისტებს. ეს და ტრამპი იქიდან ჩაერთო ვიდეო ჩართვა და ნუ ფაქტიურად იქიდან აკენწლეს მოკლედ ეს შენი გლობალისტები, ვინც იყო იქ შეკრებილი. ხო და რეკორდულად დიდი რაოდენობის პროსტიტუტკები იქნა გამოძახებული დავოსის ამ შეკრებაზე. ეგ მაგარია, ესე იგი მსჯელობენ კაცობრიობის გადარჩენაზე და ამ დროს რაღაცა ნუ ანერვიულად ტრამპმა რა უნდა ეკრა. ნუ ეს რას მიუთითებს, რომ ეს გამოსვლები, ეს მაღალბრტყელი ფრაზები, დემოკრატია, ის კაცობრიობა, კლიმატური ცვლილებები, ეს ყველაფერი არის ფასადი და რეალურად ესენი არიან გარყვნილი, გაფუჭებული ხალხი. ელიტაზე ვიცით. ევროპაში დაიწყება რბევა ახლა ლიბერალების და არც იციან, აი თუ დააკვირდები ბალტიისპირელები, პოლონელები, აღმოსავლეთ ევროპის ის დეპუტატები, ვინც საქართველოზე აქტიურობდა, ჩუმად არიან. ხო, რამდენი ხანია? რასა და ვიღაცები. აი ეს რასა და ვიღაცები, ხო, მარკეტა გიჟიმანტასი და ვიღაცები. სადა, ხო, ეს ლანძბერგისები და გაბრიელის. სად არიან? ვერ ამბობენ, ვერაფერს, იმიტომ რომ ეშინიათ ახლა იქ და პოლონეთი არ არის ლიბერალური. ეხლა კიდე არის, კი, მაგრამ არ იყო არასოდეს ლიბერალური. რუსკი სერიოზული სოროსისტია. ეს კი, წინა არა. დუდა არა, ხო, ნაკლებად. დუდა უბრალოდ რუსოფობია. მე გარნიშნავს იმას, რომ ლიბერალი. არა, გეთანხმები. ამიტომ პოლონეთში ვატიკანი ამ პროცესებს ხარს დაუჭერს, იმიტომ რომ ვატიკანი სერიოზულად შეავიწროვეს გლობალისტებმა და მთავარი რაც მოხდა ჩემი აზრით მაინც ამ პირველივე დღეს, ხო, ტრამპმა რაც გააკეთა, ეს იყო ციფრული ვალუტის, ეროვნული ბანკების ციფრული ვალუტის აკრძალვა. ეს კონდათ გამზადებული ეგრეთ წოდებული CBDC ეროვნულ ბანკებს სოფლიოში უნდა გამოეშვათ ციფრული ვალუტა. შემდეგ ეტაპზე იყო ნაღდი ფულის გაუქმება და უკვე კონტროლზეა ყველაფერი ამ ფედერალური სარეზერვო სისტემის უკამდრო მოჯახებს, დინასტიებს ექნებოდათ ყველაფერი კონტროლი. ნუ ალბათ ევროპელებიც მიიღებდნენ ამაში მონაწილეობას და ლონდონის საემისიო ცენტრი. ხო და მოვიდა ეს ტრამპი და აკრძალა ამ ციფრული ვალუტის შემოღება. სანაცვლოდ ამას ჩაანაცვლებს კრიპტო. კრიპტო ახლა რისთვის უნდა? ჯერ ერთი დაუმეგობრდა ტექნოლოგიურ კომპანიებს, ყველა კარტელი გააკეთა ერთი. ამერიკაში მოქმედ სილიკონის ველზე მყოფ ყველას. ხო. ზუკერბერგმა მამალმა მეორედ ვერ მოასწრო ყივილი, ისე უღალატა ლიბერალებს, გადმოვიდა აქეთ, იმიტომ რომ პასტას ვერ გააგდებინა. ესე იყო კი. დაინახა რომ დიდი პერსპექტივა აუხსნა ამან, იმიტომ რომ ამ კრიპტოს და ტექნოლოგიური პლატფორმების ალიანსით ფედერალური სარეზერვო სისტემა გახდება რაღაცა ფორმალური. მე მომწონს 25 მილიონი დოლარი რომ ჯარიმა გადაუხადა, ფეშკეში იყოს ეს ტრამპს. კი, ნუ ეს გათიშვისთვის. ბიბლიოთეკაში ჩაირიცხება დიდი ნაწილი. არა, მე გულისხმობ იმას, რომ
ქეშიც გამოვიდა რა. ეგრე აბარა თავი გაიშტრაფა ასე ვთქვა. ხო, რაც ბიზნესმენისთვის გაგებაში ხდება. ხო და ბიზნესმენისთვის ძალიან კარგია რომ შენ მარტო ბოდიში არ მოიხადე. ცოტა გამოხედე კიდე. ხო. ახლა და სხვადასხვა ეს ციფრული ფული საქართველოს ეროვნულ ბანკსაც თხოვდნენ ძალიან ევროპიდან ეროვნული მონეტარული ფონდიდან და მუშაობდნენ ესენი თითქოს ნუ შეიძლება იმიტაციას აკეთებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განცხადებები იყო, მაგრამ ეს უკვე ისტორია ჩაბარდა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და ეს არის უძლიერესი დარტყმა გლობალისტ ლიბერალებზე. ამას მოყვება მედიაზე შეტევა. იმიტომ რომ რა მოხდა იცით ევროპაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული და განსაკუთრებით 2000-იანი წლებში მოხდა მთელი მეინსტრიმული ლიბერალური მედიის შესყიდვა. ყველაფერი იყიდეს. ევროპაში. სტერილურად, აი ბალკანეთი, სკანდინავია, გერმანია, ყველგან, ესპანეთი, ყველგან, გერმანიაში, საბერძნეთში აბსოლუტურად ყველგან. არ არსებობს არც ერთი მედია საშუალება, რომელიც არალიბერალურ ტრენდში იჯდა ან ზის. ეხლა არის რაღაცა გერმანიაში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა. არის რაღაცა YouTube არხები, იქ ვიღაც დევიდ აიკი რაღაცებს ამბობს, ნუ ეს პატარა ფოტოჩკები, მაგრამ მეინსტრიმული მედია სტერილურად არის ლიბერალური, იმიტომ რომ ფლობს ერთი ჯგუფი მდიდრების. აი ამაზე წავა ახლა შეტევა, რომ მედია გაანთავისუფლონ. რატო იძახეს ის, რომ ცენზურას რატო ახსნებინებს, რომ ეს რეფლექსია მოხდეს? Facebook-ში, X-ში აღარ არის. ხო, აი ახლა ამერიკულ CNN-ს ტოვებს ანტიტრამპული ელემენტები, ხო, ერთი ჯიმ აკოსტა წავიდა. ABC-ს ვიყიდიო ის ამბობს ხმებია ილონ მასკი. ABC დიდი არხი. კი და მერე დაერევიან უნივერსიტეტებს, იმიტომ რომ უნივერსიტეტებიდან დაიწყო ეს ლიბერალიზმის ბაცილის გავრცელება გეგმაზომიერად 50-50 წლების ბოლოს 60-იან. იგივე პროცესი მოხდება ოდნავ დაგვიანებით ევროპაშიც. ამის ჩრდილოვანი, ასე ვთქვათ, მართველი ამ სიტუაციების იქნება ვატიკანი. და ორბანი იქნება ერთ-ერთი მონაწილე. ხო, ორბანი. აი ფიცოც მაგალითად, ფიცო ეხა დღეს ჩადიოდა ბრიუსელში და მოატრიალეს, ხო, ძალიან უცნაური. ბელგიამ დახურა საჰაერო სივრცე. თვითმფრინავი მოატრიალეს, არ ვიცით რატომო. არ ვიცით რაღაცა გაგვიფუშტაო შტეფსელიდან გამოზრა რაღაცა. ესე უთხრეს, მეგობრებო, არ უტრირებ. ვერ ვადგენთ მიზეზსო, რატო დაკარგა ასობით თვითმფრინავზე კონტროლი დისპეჩერმა. ნუ რეალურად ეს იყო ვარი შეხვედრაზე, იმიტომ რომ იქ რევოლუციის მცდელობაა ახლა ამ წუთებში. რომელიც სააკაშვილის მომხრეებსაც ბრალდებათ იქ მონაწილეობა. გამოიტანს დასმას ფიცო აქ. კი, ფიცომ განაცხადა, დღეს განაცხადა, რომ მონაწილეობს ქართული ლეგიონიდან ვიღაცები. მოკლედ, საინტერესო დრო გველოდება და ტრამპმა ახლა რუბიოს განცხადებები, დღეს რაც გააკეთა, ხო, შენაც ახსენე. რუბიოს განცხადებები უკრაინის ომზე არის სერიოზული ინდიკატორი. ყველას ფიქრობდით, რა სიზამს ტრამპი ამ ომს გააჩერებს, არ გააჩერებს, გააგრძელებს, კიდევ წავა რუსეთის დასუსტების სცენარი თუ არა. ხო, იმიტომ რომ რატო იყო ეს მსჯელობა? არის ორი განზომილება ამ ბრძოლის. ერთი არის იდეოლოგიური განზომილება, ლიბერალების ბრძოლა ანტირელიგიური ელემენტების, გლობალისტების წინააღმდეგ ბრძოლა კონსერვატორების ტრადიციონალისტების და მეორე უკვე გეოპოლიტიკური განზომილება, ოდნავ ქვეშ არის ეს განზომილება, სადაც ქვეყნების ეროვნული ინტერესების, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური ინტერესების გავრცელება ხდება, ხო? და ქვეყნების ჯახი ერთმანეთთან კონკურენცია და ასე შემდეგ და აი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეერთებულ შტატებს პრინციპში აწყობს რუსეთი რო იყოს რაღაცა ომებში ჩართული რესურსები ხარჯავს ამ რაღაცებს ისე არა რომ დაიშალოს ხო ისე არა ნუ ბირთვული არაღი რომ კონტროლის ქვეშ იყოს მაგრამ როგორ ჩანს ტრამპმა რუბიოს მისცა უკვე მწვანე აუნთო იმაზე რომ თავარია ჩვენთვის ახლა ეს იდეოლოგიური ჯახი და დავამარცხოთ ეს ევროპელი ლიბერალები, ლიბერალ გლობალისტები და აი ამ ბრძოლაში უკვე მისთვის რუსეთი მოკავშირეა, ჩინეთი მოკავშირეა, ინდოეთი მოკავშირეა, საქართველო მოკავშირეა, ორბანი მოკავშირეა და ასე წარმოიდგინე ირანიც კი მოკავშირეა. ირანიც მოკავშირეა, რა თქმა უნდა. არ არის გამორიცხული რომ ირანთან შალვა ტრამპის ესე იგი ბირთვი გუნდის ბირთვი, ხო, არის რელიგიური ხალხი, პროტესტანტები. კი ბატონო. ესენი ყოველ დღე კითხულობენ ბიბლიას. ჩვენაირ მორწმუნეები კი არიან, აი, მართლა კითხულობენ ბიბლიას. მე მყავს პროტესტანტი მეგობრები, ნაცნობები და მაგიტოვიც ყოველ დღე აუცილებლად კითხულობენ. ეს არის მორწმუნე ხალხი და ირანში, ვინც არის, ხო, თეოკრატიული სახელმწიფოა, იმათ ესმით მეტაფიზიკური მნიშვნელობა ამ ბრძოლის, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
და ამიტომ არის ეშმაკს ებრძვიან, მოდი ესე ვთქვა. პირდაპირ არ უნდა მიკი მოკივა. მათთვის ეს არის ეშმაკთან ბრძოლა. ასეა და ამიტომ არის მძაფრი ეს ბრძოლა და ამიტომაც ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ეს ბრძოლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს არის მოსაგები და გეოპოლიტიკურ რაღაცებს მე მიხედავ. და მით უმეტეს ტრამპს აქვს გარკვეული მიზეზი, რომ ჩათვალოს, რომ ღმერთის მოვლენილია. მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ორ პირდაპირ და უშუალო საფრთხეს გადაურჩა, ტყვიამ გაუზუზუნა, ყური გაუკაცრა და არავინ არ იცის სხვა აი თვითონ ჩვენთანგანი როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში, როცა აი ესეთ საჩუქარი განგება მისცა, გადარჩა. მეორე დაიბადა კაცი პრაქტიკულად. მოდი ესე ვთქვათ რა. ნუ არსებობს ბევრი შემთხვევა, ღმერთი ირჩევს გარკვეულ ადამიანს გარკვეული ქმედებებისთვის და ის ადამიანი სრულიად შეიძლება არ იყოს რაღაც იდეალური და დიმიტრი გელოვანი. სავლე და პავლე. სტალინი მაგალითად. სტალინი, ხო, კი ბატონო. კაცი დარბოდა აგერ ბაქოში, თბილისში, აფეთქებდა საფოსტომეტლებს, ყაჩაღობდა, პირდაპირ თქვა. რეკეტს ეწეოდა ბაქოში. რეკეტს ყაჩაღობა, კი ბატონო. იმას ახლა იქ პარტიისთვის და რევოლუციისთვის უნდა ახლა თავისთვის კი არ აკეთებდა. გაასაგებია. არა, უცებ აი რაღაც მისია მიენიჭა. და გადაარჩინა ფაშიზმისგან მსოფლიო. ხო. რეალურად. ხო და შესაძლოა ტრამპის მართლაც ეგრე იყოს, ამას არ ვიცი, არავინ არ გამორიცხავს. ხო, მე საქართველოსთან მინდა ჩვენი განაცემის ამ ნაწილში, ბოლო ნაწილში ვისაუბროთ. საქართველოში არ ცხრება ეს ხალხი. ეს ხალხი, რომელსაც თვალებზე ლიბრია გადაკრული, ანის ფული რაც მათ მისცეს, ჯერ არა მოწურავლა და იხარჯება, ეს ეგრეა, შეუძლებელია ფინანსური რესურსების გარშე ეს გრძელდებოდეს და პლუს არის ლიბრი, ვიღაცას ლიბრია გადაკრული და ვერც ელაპარაკები. აი ამერიკის მაგალითებიც ვერც მოგაკ. ანუ შეუძლებელია. რით შეიძლება ეს დასრულდეს საქართველოში? როდის და როგორ? მე ვფიქრობ, დაფინანსების გარეშე არც ერთი მასობრივი ღონისძიება. რა თქმა უნდა, ეგ ვიცით. ხო, ეხლა ესენი ღებულობენ დაფინანსებას, როგორ ჩანს კრიზისები შეექმნა დაფინანსებაში, იმიტომ რომ დაუჩქარეს თემი. ანადოლიძე განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვს, მოგვეცით ფულიო, იმიტომ რომ გვიჭირსო. ეს USAID-ის ამბავი გაჩერდა, ხო? გაჩერდა. ევროპიდან რაღაცა გაჩერდა, რაღაცა ისევ მოდის, ნუ იქ ევროპიდან არ ვიცი რა ხდება. ამერიკის შავი ფულით აღარ წამოვა. მოკლედ, როგორც კი ეს ჯონ რატკლიფი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი უფროსი მოждდება, ასე ვთქვა, თავის სავარძელში გაერკვევა საქმეებში, გადაიბარებს ამ თემებს და გასცემს განკარგულებას, რომ ერთი რა ხდება და სად მიდის. ეს ფული სად მიდის, ხო? ეს ფული სად მიდის, აი იმ მომენტში, როცა გააჩერებს, აი მაგ მომენტიდან უკვე რაღაცა ინერციით შეიძლება ერთი კვირა კიდე გააგრძელონ და დამთავრდება ეგ ამბავი. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეხლა შეუძლია დაამთავროს ეგ ამბავი. მაგრამ ნუ არ უნდათ, იმიტომ რომ ეს რო გააჩერო, შეიძლება რაღაცა უარესი მოიფიქროს იმ უცხო შტაბმა. და იმედით იყოს, რომ აქ რამე გამოვა ის დამკვეთი. იარონ რა, ეხლა გავიგე. ხო. არა, გავიგე. არა, მე პირდაპირ გეტყვი, რომ ეს ფული რაც შავი ფული არ არის რა თქმა უნდა მარტო ამერიკული არ არის კაცო, არ იყო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი. ბევრი ფონდია, შვედეთი, მედეთი ვიღაცები არიან და ჩვენ ვნახეთ USAID-ის თუნდაც დაჰაკვის შემდეგ სადღაც დაჰაკეს ეგ და $30 მილიონი არის 3 წელიწადში დახარჯული საქართველოში 30 მილიონი მარტო USAID-ის ხაზით. იქ კიდევ რამდენი სხვა უწყებაა ჩართული, რამდენი იპარება, რამდენი შავად მოდის, რამდენი სად მიდის. ნუ ეს წარმოდგენა გვაქვს ჩვენ ამას, მაგრამ როგორც ჩანს მართლაც არის ფული ჯერ, მაგრამ უკვე დეფიციტია. დეფიციტია. შესაბამისად ეს აქციები გაჩერდება აი ამ მალე. შემდეგ არის ძალიან რთული, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვიღაცა უნდა გამოფხიზდეს და დაველაპარაკოთ ჩვენ. ეს შეიძლება თუ არა მოხდეს. უბრალოდ გზას იჭრის ზოგიერთი აქტივისტი თუნდაც, უბრალოდ გზას იჭრის რა. იცი რა არის, მან შეიძლება ნაწილს მაგ ვინც დადის ამ პროტესტებზე ორგანიზატორებს შეიძლება უნდოდეთ რომ ეს ხელისუფლებამ რაღაცა გადაუგდოს ექტორი კაპიკი. ესეც არ გამორიცხო ესეც, იმიტომ რომ ეგენი ფულზე ორიენტირებული ხალხი. ნუ შანტაჟისტები არიან. იდეური შეიძლება მანდ იყოს 10%, დანარჩენი არის შანტაჟისტები. ხო და ეგ მომენტიც არ გამოვრიცხოთ. ქართული პოლიტიკა ყოველთვის ესე იყო რა, რაღაცა შენ ნუ ხო იცი მოგიწეხავ პური მოგიწეხავ ყველას. ხო ეგეთ ვარიანტი. მაგრამ ეხლა ხო იცვლება. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ეგზისტენციური დრო ამიდის, იმიტომ რომ მცირდება უცხოური ჩარევის შანსები მომავალ საქართველოში. და თუ ჩარევა იქნება ბიზნესურად, იქნება პირდაპირ, იქნება თავისი ინტერესების გაცხადებით. ხო ტრამპმა რა თქვა გრენლანდიაზე? მინდაო
რატომ? აი, იმიტომ რომ უსაფრთხოების სჭირდება ასე. არ დაუწყია რომ ესკიმოსების უფლებები იჩაგრება, არ შეუქმნია იქ NGO-ები და ასე შემდეგ. ხო, ეს ხო რა უნდოდა ხა მაგის გაკეთებას? არა, პირდაპირ უთხრა მილიარდს მოგცემო. მაინც აქ ჭირდება ეგო და დაახლოებით აი ესეთ სხვა სამყარო მოდის, ხო? იცი თან რა აღვივებს ახლა ამათ ენერგიას, ესე იგი გამოვიდა ივანიშვილი და უთხრა უნდა აკრძალოთ. როგორც ესე იგი გაგასამართლებთ თუ ჯერო პარლამენტში შეიქმნება ესა. და კომისია იქნება. მერე და ნაწილი წავა პროკურატურაში რეაგირებისთვის, ნაწილი საქმეების, ნაწილი მიეცემა სამართლებრივი ესე მორალური შეფასება პოლიტიკური და შედეგი რა იქნება რომ ეს პარტია აიგზავნება ნაცმოძრაობა, ვინც იყო გადაწყვეტილების მიღები მთელი ეს მათ პოლიტიკური მოღვაწეობა აიგზავებათ, შენ მაგალითად რომ მოიყვანო ეთერში და აგაჯარიმებს ქართული სამართალდამცავი სისტემა. ვერ მოიყვანეთ. როგორც ხო დენაციფიკაცია რა მოდი ხო დენაციფიკაცია კი ბატონო ამიტომ ეგზისტენციალურია მათთვის ეს ომი და ეხა შეიძლება ვიღაცა გამოივაჭრონ იქ სანამ ევროპაში კიდე ეს ლიბერალები ცოტა არიან ბრიუსელში სოროსია ისა რაღაცა ვაჭრობენ ვაჭრობისთვის უნდათ უпроსო მაგრამ პერსპექტივა არ აქვს ენერგია არ აქვს აღარ აქვს ჩაიფუშა არის კიდე მიტმასნელი ეს ახალგაზრდობა რომელსაც უნდა გამოურთო ინტოქსიკაციის წყაროები როგორც მაშინ როცა შევიდნენ ოპოზიციური პარტიების ოფისებში და ამოიღეს ფერორკები და შეწყდა თავდასხმები ფერორკების მეშვეობით ეგრევე მეორე დღესვე შეწყდა ხო აი დაფინანსების რეგულირება საჭირო უცხოური დაფინანსება ქართულ მედიაში როგორ შეიძლება არ შეიძლება რა თქმა უნდა კანონის შემდეგ უნივერსიტეტებში ხდება რამდენიმე უნივერსიტეტში 7 უნივერსიტეტში ხდება სერიოზული ინტოქსიკაცია იქ კურსებია სამოქალაქო საზოგადოების დაცვის ცალკე ეს ფრანკლინის კლუბი ცალკე რაღაც ეს დაფიონი მაფიონი ვიღაცები წამლავენ ამ პატარა გოგობიჭებს მაგათმა რა იციან ახლა ორი ბროშურა აქვს აკითხული გამოცდილება არ აქვს ამიტომ სხვანაირადაც უნდა მოეღო ოღონდ ეს გრძელვადიანი პროგრამა ჩემი აზრით სადღაც ეგრე 6 თვეში ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს და პარლამენტში შევლენ ზოგიერთები რომ მე ალბათ ხო ალბათ რომ მაგ შესვლას რა გაზრია კი არ ვიცი ალბათ თუ პარტია ეგენი აღარ იქნებიან უკვე ამ მთავარი არხის დაფინანსებას აზრი არ მთავარი არხის დაფინანსებას უკვე პრობლემები შეექმნა ფორმულას აზრი არ ექნება შენახვას და მაგასაც შეექმნა თუ ხაზარაძე თუ გააგრძელებს ამ TV პირველის ხარჯვას არ ამგონია ეგეც უფრთხილდება ფულს იცის ჩვენგან განსხვავებით ფულის ყადრი იცის ფულის ყადრი იცის კი ბატონო იმიტომ რომ ფეხსაცმლის მაღაზია და ბანკი ქონდა ხო? ფეხსაცმლის მაღაზია მაგის იმას ქონდა რა. ბიძაშვილს. ხო, ბიძაშვილს. კი ბატონო. არა, ის სამწყუაზე არის კაცო, პროტესტ სოლიდარობას უცხო და ნუ რატომ თქვი ახლა ფეხსაცმლის მაღაზია, იმიტომ რომ თულა იცის და არა, თულა ძალიან კარგი იცის კაცო. ხო, აღმოჩნდა. აი ხა შეეშალა აი. თან თაღლითურად იცის თულა, იმიტომ რომ არა და გოიმურად ააგდეს. ჩავიდა ვაშინგტონში უთხრეს რომ შენ უნდა იყო პრემიერ-მინისტრი და ჩამოვარდა აქა და ვაშინგტონში იქ როგორ დაიჭირეს ის ხო იცოდა რომ ვიღაცა ქართველი იქნებოდა ფოტოს გადაუღებდა როგორ დაიჭირეს იქ ქუჩაში როკას მოიყინება ხო ნუ ეს ინაუგურაციაზე შუქნიშანთან ნუ აი ეს საერთოდ თელი აი ამ აქციის რომ დავდივართ ამერიკაში და ხალხს კონგრესმენებს ხვდებით აი ამ ყველაფრის გაფარჩაკება იყო თან -7 თუ რაღაცა გრადუსი იყო დიდი მადლობა ჩემო ირაკლი უბრალოდ მადლობა ერთ გოგო იყო ჩვენი განსაკუთრებით სტუმარი ძალიან საინტერესო განსაკუთრება გამოგვივიდა ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით ნახვამდის